გიორგი, მოგესალმები. რა შეგიძლია გითხრა ახალი? ჩვენ თვალს ვადევნებთ ფაშინიანის შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი ეგზიტ პოლების შედეგებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ეს პრორუსული პარტიები თავისას ავრცელებენ. ჯერ ძალიან რთულია რამის თქმა, მაგრამ შეგვიძლია თუ არა შედეგებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, თუ ჯერ დაადრევია. არ მესმის. გარემოში ვითარდა ზოგადად და ჩვენ ხედავთ, რომ უპრეცედენტო აქტივობა იყო ამ არჩევნებზე, დაახლოებით 60%, რაც შეუდარებლად მეტია ვიდრე სხვა წინა არჩევნებზე. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს დათვლის პროცედურები, ესე იგი, ამ საარჩევნო უბნებზე და ძალიან ბევრგან უკვე მოდის ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია ნიკოლ ფაშინიანის ესე იგი სერიოზული უპირატესობით იკავებს პირველ ადგილს ძალიან ბევრ უბანზე. რა თქმა უნდა, ეს ჯერ არ გვაძლევს სრულ სურათს იმისა, თუ რა ხდება მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. უახლოესი მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში გაცილებით უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იქნება. ოპოზიცია პრორუსული ავრცელებს მხოლოდ იმ უბნებზე ინფორმაციას, სადაც მათ უპირატესობა გააჩნიათ. თუმცა აშკარად ეს გარკვეული მანიპულაციის საფუძველია. არ არის გამორიცხული, რომ ნიადაგს ქმნიან არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენონ. თუმცა მმართველი პარტიის განწყობა აშკარად ჩანს, რომ ხედავენ უპირატესობას პრაქტიკულად მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, თან ძალიან სერიოზულ უპირატესობას, რასაც კვლევები აჩვენებდნენ 60%-ის ფარგლებში დაახლოებით, თუმცა ამას ვიხილავთ უკვე სრულფასოვანი პირველადი მონაცემების ფარგლებში. გიორგი, თავად სომხეთის ხელისუფლება საკმაოდ მკაცრი და პრინციპული ხელით უდგებოდა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროსაც კი არაკანონიერი მოქმედებების გამოვლინებას და მათ აღკვეთას. მაგალითისათვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, ასე ვთქვათ, ბატონი კარაპეტიანი საერთოდ შიდა პატიმრობაში იყო და დღეს პოლიციის თანხლებით მოუწია მისვლა და ხმის მიცემა. და გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ არჩევნების დღესაც კი მინიმუმ 4 ადამიანი იქნა დაპატიმრებული მოსყიდვისა და ფულის გადაცემის ბრალდებებით, რომლებიც აი ამ პრორუსული პარტიებს და მათ შტაბებს ადგენდნენ. ანუ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა სომხური სპეცსამსახურები, ძირითადად როგორც ჩანს ზუსტად რუსული გავლენების ასე ვთქვათ შესაკავებლად. მაგრამ იყო ასევე საუბარი იმის თაობაზე, რომ დაახლოებით 100,000-მდე სომეხი ეროვნების და სომხეთის მოქალაქე რუსეთში მცხოვრები მოქალაქის მობილიზება მიმდინარეობდა რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევით ამ არჩევნების დღეს ჩამოსასვლელად და ხმის მისაცემად. მართლაც რამდენად მასშტაბური იყო ეს პროცესი, იყო თუ არა შესამჩნევი, თუ ძალიან გაზვიადებული ციფრია და ის ვერ მოახდენს რაიმე გადამწყვეტ გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მობილიზაცია რუსეთიდან მართლაც იყო მასშტაბური, ჩვენ ხედავდით ბოლო დღეების განმავლობაში რიგებს აეროპორტში და საზღვრებზე. და ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ვინც სომხეთის მოქალაქე სომხეთში ჩამოვა ხმის მისაცემად, მათ საზღვარზევე ხვდება უკვე სამხედრო პოლიცია და მისცემს, ესე იგი, გაწვევას 25 დღიან საველდებულო წვრთნებზე, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, ესე იგი, და ეს გარკვეული ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ მათი პასუხისგებლობა, ანუ ეს რუსეთის ზეწოლა იყო აშკარად გამიზნული და მიმდინარეობს. მეორე მხრივ უნდა ვთქვათ, რომ მოსყიდვის ფაქტები ნამდვილად უპრეცედენტო არის სომხეთის ისტორიაში. არასდროს ოპოზიციურ პარტიებს ასეთი მოსყიდვის კამპანიის ორგანიზება არ ჰქონდათ აქამდე და შესაბამისად აქედან გამომდინარეობს სომხეთში სპეციალურად შექმნილი ანტიკორუფციული სააგენტოს ქმედებები, რომლის შედეგადაც ყველა დაკავებულის უკან დგას კონკრეტული მტკიცებულებები, ეს იქნება ჩანაწერი მათი საუბრის, ვიდეო, აუდიო თუ ასე შემდეგ. დღეს მათ შორის მთელი რესპუბლიკის ფარგლებში ეს კომიტეტი დრონების მეშვეობით ფარულ მოსმენებს აწარმოებდა, რადგანაც უბნებთან მობილიზებული იყო, ესე იგი, სხვადასხვა ძალები და ცდილობდნენ სწორედ ქთამის მიცემას იქვე და ხმის მიცემას. ანუ ეს კამპანია იყო იმდენად დიდი, რომ სრულიად ლოგიკური იყო ეს უზარმაზარი რაოდენობის დაკავებები და სომხეთს ესმის
რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები სწორედ ამ მიზნით სომხეთში ფუნქციონირებს ახლაც და ეხმარება მოქმედ პროდასალურ მთავრობას ევროკავშირის სპეციალური მისია ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ, რათა სწორედ დაეცვათ სომხეთი რუსული პოტენციური ამ საფრთხეებისგან. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ცხადია დამატებით ინფორმაციის კვალობაზე, უფრო საინტერესო იქნება შემდგომში კომენტარების მოსმენა. თქვენგანაც ამ დღეების განმავლობაში ქართველ მაყურებელს ექნება ამის საშუალება. მადლობას გიხდით, გემშვიდობებით. მადლობა.